ირანი გაიღვიძა 4 შაბათს 2026 წლის 10 ივნის, როცა მისი სამყარო დაინგრა მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატები შეიარაღებულ ძალებს გამოიწვია და მიიღო სამხედრო პასუხი, რომელმაც კრიზისის ატმოსფერო შეცვალა. ანტიტრამპის მედია სასოწარკვეთილებაში ჩავარდა. იმ დროს, როცა ირანზე ზეწოლა ხორციელდებოდა, დემოკრატი კომენტატორები ცდილობდნენ ტრამპის დაბნეული და უუნარო ადამიანის სახე გაერიდათ. გამოიყენეს პოსტები, მხარდამჭერების კრიტიკა, სავაჭრო დეფიციტი, თუნდაც UFC თეთრ სახლში, რათა პრეზიდენტის წინააღმდეგ პანიკის კამპანია შეექმნათ. მაგრამ რეალური სურათი სხვანაირია. ტრამპმა გამკაცრა პოზიცია ახლო აღმოსავლეთში. მისმა მყარმა ამომრჩევებმა მკაცრი პასუხი მოითხოვა. დემოკრატები კი 25 შესწორებაზე გადავიდნენ და ირანის რეჟიმმა აღმოაჩინა, რომ შეერთებული შტატების პროვოცირებას ფასი აქვს. რა მოხდა სინამდვილეში? რატომ წავიდა ირანი დაპირისპირებაზე? როგორ ცდილობდნენ მემარცხენეები ძალისმიერი პასუხის პოლიტიკურ კრიზისად გადაქცევას? ახავე ყველაფერს გეტყვი. თუ ასეთი პირდაპირი და მოურიდებელი კონტენტი მოგწონს, გამოიწერე არხი, რადგან აქ ასეთი ვიდეოები ყოველდღე გამოდის. წინა ვიდეოში მე შეგატყობინეთ შეერთებული შტატების მიერ ირანული ტერორისტული ძალების წინააღმდეგის წინააღმდეგ განხორციელებული სასტიკი თავდასხმების შესახებ. ამერიკის მთავრობამ განაცხადა, რომ ეს ქმედება თავდაცვითი და ზეწოლის მიზნით გადადგმული ნაბიჯი იყო. აქცენტი არ გაკეთებულა ტერიტორიის დაკავებაზე და არც უსასრულო კამპანიის დაწყებაზე. მიზანი იყო რადარის შესაძლებლობების, საჰაერო თავდაცვისა და იმ წერტილების დაზიანება, რომლებიც რეგიონში ამერიკულ ძალებსა და მოკავშირეებს ემუქრებოდა. ეს განსხვავება მნიშვნელოვანია. ძველი პოლიტიკა ცდილობს ნებისმიერი სამხედრო პასუხი თავგადასავლად გაკიდოს, მაგრამ პასუხის არქონასაც თავისი ფასი აქვს. როდესაც ირანი სისუსტეს ამჩნევს, წინ მიიწევს. როდესაც ფასს ხედავს, ვითარებას ხელახლა აფასებს. ეს ცვლილება იყო მიზეზი, რის გამოც თეირანი გამოფხიზლდა, ცდილობს ძალა აჩვენოს და ამავდროულად ფრთხილად ზომავს თითოეულ ნაბიჯს, რომ კიდევ უფრო დიდი რეაქცია არ გამოიწვიოს. ირანის რეაქცია დრონებითა და რაკეტებით გამოვლინდა ამერიკის შეერთებულ შტატებთან დაკავშირებულ ობიექტებზე, იორდანიაში, ქუვეითში და ბარეინში. მაგრამ პასუხმა ისტორიული პოლიტიკური ეფექტი ვერ გამოიღო. ჩაჭერებმა გავლენა შეამცირა. ამერიკისთვის დიდი მარცხი არ გამოცხადებულა და თეირანის ნარატივი სწრაფად დასუსტა. რეჟიმისთვის, რომელიც პროპაგანდაზეა დამოკიდებული, ეს მნიშვნელოვანია. ირანს გამარჯვებულად უნდა ეჩვენებინა თავი. საბოლოოდ ირანი რეალურ საფრთხედ გამოჩნდა, მაგრამ ასევე მოწყვლადიც, როდესაც საქმე კოორდინირებულ დაცვას, დაზვერვას, რეგიონულ ალიანსებსა და ამერიკის სამხედრო ზეწოლას ეხება. მაგას მხარდამჭერმა ბაზამ მტკიცე პოზიცია მოითხოვა. ტრამპის მხარდამჭერთა ნაწილი არ სურს, რომ შეერთებულმა შტატებმა ირანის პროვოკაციებზე პასუხის გარეშე ფასი გადაიხადოს. ეს ნიშნავს თანმიმდევრულობის მოთხოვნას. ტრამპის მხარდამჭერი ამომრჩეველი ძლიერი საზღვრის, ძლიერი ეკონომიკისა და შეერთებული შტატების მტრების მიმართ არაგულუბრყვილო მიდგომის მომხრეა. როდესაც ირანი ამერიკულ ტექნიკას ანგრევს, როდესაც ბაზებს ემუქრება და როდესაც ცდილობს ზავიფარად გამოიყენოს, ეს ბაზა პასუხს ითხოვს. სწორედ ამ გარემოში დემოკრატებმა კვლავ წამოწიეს 25 შესწორება და სცადეს ტრამპის ჯანმრთელობა მედიის ყურადღების ცენტრში მოექციათ. ტედ ლიუ და დემოკრატიული პარტიის სხვა წარმომადგენლები კვლავ ავრცელებდნენ კადრებს, სადაც ტრამპი დახუჭული თვალებით ან დაღლილი ჩანს ოფიციალურ ღონისძიებებზე. ეს სტრატეგია კარგად არის ცნობილი. როდესაც ტრამპი ირანს ზეწოლას ახდენს, ეკონომიკის დღის წესრიგს აყალიბებს, ან ვაშინგტონს შედეგების მიღწევისკენ უბიძგებს, მისი ოპონენტები თემას ცვლიან და ყურადღებას მის სავარაუდო უნარობაზე ამახვილებენ. თეთრი სახლი ამ ნარატივს უარყოფს. მოკავშირეები, როგორიცაა მარკო რუბიო, პრეზიდენტის სამუშაო ტემპს იცავენ, ხოლო ოპოზიცია ცდილობს გარეგნობა პოლიტიკურ იარაღად აქციოს. ტრამპის წინააღმდეგ შეტევა პოსტებშიც გაგრძელდა. სანამ სამხედრო კრიზისი ვითარდებოდა, კრიტიკოსები ვიდეოებს, შეტყობინებებსა და პოსტებს იყენებდნენ, რათა არაკონტროლირებადობა ეჩვენებინათ. თუმცა ეს მეთოდი მთავარს უგულებელყოფს. ტრამპი ყოველთვის იყენებდა პირდაპირ კომუნიკაციას თავისი მხარდამჭერების მისამართით, ტრადიციული მედიის გვერდის ავლით და დებატების დღის წესრიგის დასაწესებლად. მემარცხენეები ამას კარგად იციან. რაც აღიზიანებთ არის ის, რომ ტრამპი საუბრობს ნებართვის გარეშე იმავე სისტემისგან, რომელმაც წლები გაატარა საჯარო დებატების ფილტრაციაში. თეთრ სახლში UFC კიდევ უფრო მეტად გახდა ამ კულტურული ომის სიმბოლო. ტრამპის ადმინისტრაციამ სასამართლოში დაიცვა თეთრი სახლის სამხრეთ გაზონზე ღონისძიების ჩატარება, ლინკოლნის მემორიალთან წონისაწონვით და სპორტთან დაკავშირებული პირების მონაწილეობით. მოსახლეობამ საჯარო სივრცეების გამოყენება კითხვის ნიშნის ქვეშ დააკენა და სასამართლოს ბლოკირება მოითხოვა. ოპოზიციამ ამას საზარელი შოუ უწოდა. ტრამპის მხარდამჭერებისთვის ელიტის რეაქცია უფრო დიდ რამეს აჩვენებს. როცა მემარცხენე არტისტები სიმბოლურ სივრცეებს იკავებენ, ამას კულტურას ეძახიან. როცა პოპულარული სპორტი ძალაუფლების ცენტრში ხვდება, ამას საფრთხედ მოიხსენიებენ. დისკომფორტი მხოლოდ ოქტაგონთან არ არის დაკავშირებული. ბოლო დროის ისტორია აჩვენებს, რატომ არის ეს დაპირისპირება ასეთი მძიმე.
წლების განმავლობაში ამერიკის მთავრობები ცდილობდნენ ირანთან მოლაპარაკებას, მაშინ როცა რეჟიმი შეინარჩუნებდა გავლენას შეიარაღებულ ჯგუფებზე ბირთვულ გამდიდრებასა და ზეწოლას სპარსეთის ყურეში. ბარაკ ობამამ შეთანხმებაზე გააკეთა ფსონი. ჯო ბაიდენმა დიპლომატიური გზა აღადგინა. დონალდ ტრამპმა კი მაქსიმალური ზეწოლა, სანქციები და აშკარა მუქარა დააბრუნა. მეთოდის განსხვავება ყოველთვის ყოფდა ვაშინგტონს. ტრამპის მხარდამჭერებისთვის ზედმეტი დათმობა აძლიერებს რეჟიმებს, რომლებიც დიალოგს სისუსტედ აღიქვამენ. სხვა ქვეყნები ყურადღებით აკვირდებიან კრიზისს. ისრაელი ფრთხილად ითვლის თითოეულ ნაბიჯს, რადგან ირანს პირდაპირ საფრთხედ აღიქვამს. სპარსეთის ყურის ქვეყნები შიშობენ, რომ დრონები და რაკეტები ენერგეტიკას, პორტებსა და ბაზებს დაარტყამს. ევროპას ეშინია ნავთობის ფასის ინფლაციისა და ახალი არასტაბილურობის ტალვის. ჩინეთი და რუსეთი ვითარება სტრატეგიული უპირატესობის მოსაპოვებლად აკვირდებიან. როდესაც ვაშინგტონი ხოქმანობს, მოწინააღმდეგეები ცდიან. როდესაც ვაშინგტონი პასუხობს, მოკავშირეები ამოსუნთქავენ და მტრები თავიდან ითვლიან. ირანმა სცადა ეჩვენებინა, რომ რეგიონს ცეცხლს წაუკიდებდა. პასუხმა კი ნათლად აჩვენა, რომ ამ ფსონის ფასი შეიძლება სწრაფად დადგეს. ამ ოთხშაბათის ახალი ამბები აშკარად აჩვენებს ბევრად უფრო დიდ დაპირისპირებას, ვიდრე უბრალოდ თავდასხმა, პოსტი ან თეთრ სახში მომხდარი მოვლენა. ირანზე სამხედრო ზეწოლა განხორციელდა. დემოკრატებმა სცადეს ტრამპის წინააღმდეგ კომპეტენტურობის კრიზისი გამოეწვიათ. მედიამ სხვადასხვა თემა გააერთიანა, რათა კოლაფსი გაეყიდა. გამხდარი ბაზი მკაცრ პასუხს ითხოვდა. და ვაშინგტონში ერთდროულად კვლავ დაიწყეს ეკონომიკის უსაფრთხოების, საჯარო ხარჯების, პენსიის, კულტურისა და გლობალური გავლენის განხილვა. ირანის რეჟიმი შესაძლოა კვლავაც შეეცადოს ახალ პასუხს, მაგრამ ეხლა უკვე იცის, რომ ვაშინგტონში თითოეული პროვოკაცია პირდაპირი გამოცდა იქნება შეერთებული შტატებისთვის. დიპლომატია კვლავ შესაძლებელია, მაგრამ არა როგორც დროის მოგების თეატრი. თეირანისთვის დატოვებული გზავნილი პრაქტიკაში მარტივია. ამერიკულ ბაზაზე მუქარა, ჰორმუზის სრუტეში თამაშობა და შეერთებულ შტატებში პოლიტიკურ სისუსტეზე გათვლა უკვე აღარ უზრუნველყოფს უპირატესობას. მე ვარ მილსონ ალვესი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი და ჩემი მიზანია ყოველდღე მოგაწოდო სანდო ინფორმაცია სიმართლით. ახალი ამბების მულები ვიდეოს აღწერაშია. მოიწონე ეს ვიდეო, გამოიწერე არხი და ბოლოს გადახედე კომენტარებს, რომ კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთო მილსონ ალვესის საზოგადოებაში.